როგორც რა თქვა, ხა ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის, როდესაც არ იცი, იმას აღიქვამ როგორც მტერს. ეს აქედან იწყება, ამიტომ ბავშვმა უნდა ისწავლოს ის, რომ ისინი არ არიან მათი მტრები. ცხოველები უნდა ისწავლოს ისე, როგორც ისინი არიან. და ამ შემთხვევაში ზოოპარკი არის შეუცვლელი, იმიტომ რომ არსებობს ესეთი, ყველა გზნობის ჩართვის, გზნობათა ორგანოს ჩართვის პრინციპი. ხო, ესეთი ის არის, როდესაც ბავშვი ხედავს ცხოველს, გზნობს მის სუნს, ხმას გებულობს და ასევე შეხებითაც, შეხება ცხოველს ვერ შეეხებს, შესაბამისად არსებობს სპეციალური, ასე ვთქვათ, მულიაჟები, რომ ჩვენო როგორი არის სინამდვილეში. შეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გველებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრს წარმოდგენილი აქვს, რომ ეს არის რაღაც ლორწოვანი არსება და სინამდვილეში ესე არ არის. ამიტომ ეს ტაქტილური გზნობებიც ხო ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის ის რითაც ასე უნდა გაიცნო ცხოველი. მათ შორის მათი სუნი, ხო, მათი სუნი არის ისინიც გრძნობენ ჩვენ სუნს, რომელიც ასევე ალბათ არ სიამოვნებს მათ. ხა, როდესაც ჩვენ არ სიამოვნებს ცხოველის სუნი, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკაცრავად ბინძურები არიან, არა, მათ ეგეთი სუნი აქვს. ეს სუნი არის ინფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი მატარებელი, მათ შორის თავიანთ სახეობათა შორის. ურთიერთობისათვის. ამიტომ ყველა სახეობას თავის სუნი აქვს და ჩვენ ან აღვიქვამთ კარგად, ან არა, ხო, ამაზე არა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი. და არ ჩავთვალოთ, რომ ეს ცხოველები არიან ბინძურები. არა, ისინი არ არიან ბინძურები, ისინი კომფორტული ქცევა, მათი ისინი, რა ქვია, ესეთი გასუფთავება, იმისი მათი ქცევის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც დაუნახია კატა როგორ იბანს თათებს და სახეს, რო გასაგებია. ყველა ცხოველი აკეთებს სხვადასხვა ნაირად ამას.